სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო Hanna, როგორ გამახარე? როგორ მომენატროთ, როგორ ხათეთ ეგრეთ? კარგად, რატო არ გამაგებინე რომ მოდიოდი, დაგახვედრებდი რამეს? რა ვიცი, სპონტანურად მოვედი უცებ, თან ისედაც შერცხანილი ვარ თქვენთან, რომ შეერთება მოვდივარ. კობამ გითხრა ელენეზე? ხო და არ ვიცი, იქნებ მე დავეღაპარაკო, ან მომისმინეს, ან რაღაც რჩევას მივცემ, არ ვიცი. ხო, კი, მე არ გავუშვი დღეს სკოლაში, ვიქნე დაისვენოს მეთქი და აი ოთახშია რა. რო შევიდე? კი. აუ ბებო, არა უშავს თუ გაცირდება ეგ ჩაი. ბებო არ ვარ, ანა ვარ, შეიძლება? მოდი. ვაიმე. ჩემო სიხარულო, როგორ მომენატრე? მოდი ჩაგეხუტო. რაიმე როგორ მომენატრე? შენზე გავიგე, რომ მოწყენილი არისო და სკოლაში არ წავიდა, მართალია? აი, კვირდები ოშაბათიდან წავა. რა მოხდა მეტყვი? ოშაბათიდან აღარ იქნები ცოცხასიაძე? ვიქნები, მაგრამ მაგდენ ხალხსაც ვეღარ გავაცდენ. დათი ხო გახსოვს? დათი შენი კლასელი რო იყო? ხო. მამამის გერმანიიდან დაუძახეს სამსახურზე და მთელი ოჯახი წავიდა. დათი კიდე იქაურ სკოლაში გადაიყვანეს. კიდე დავრჩია. კაი არ მუშაობს. მაგიტომაც არ მინდოდა ის დღეები სკოლაში წასვლა. მარტოდ არ მინდოდა რომ ეგრძნო თავი. მესმის რომ ძალიან ცაწყენია. ինչ უკვე კარგად მესმის შენი, მაგრამ დამიჯერე რომ გავადრო და ეს ყველაფერი ისე კარგად გაგახსენდება თბილად. რაღაცა რო გკითხო შეიძლება? აბა რა მკითხე? მე მამიკოს ისე მოვეკეცი როგორც დათის მამამისი? რას გულისხმობ? რა და მე მამას ისე მოვთხოვე ქეთისთან დაშორება, რო არც მიფიქრია უჭირდა, არ უჭირდა, რას გრძნობდა, უბრალოდ ჩემ თავზე ვიფიქრე. მომისმინე ახლა კარგად. შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე, შენც და დათის მამაც ისე მოიქეცით ზუსტად, როგორც გეგონათ, რომ უკეთესი იქნებოდა, გესმის? თქვენ არავისთვის არ გინდოდათ ცუდი და ხანდახან ადამიანები ცდებით ხოლმე, ყოველთვის სწორად ხარ ვიქცევით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდები ვართ. და რამის შეცვლა შეგვიძლია? ანუ რისი შეცვლა გინდა? ქეთის კიდე უყვარს მამა, იმიტომ რომ მამას კიდე უყვარს ქეთი და ორივე ჩემ გამო იტანჯება და ადრე ვფიქრობდი, რომ თუ მამა სხვასთან ერთად იქნება და მაგითი დედას უღალატებდა, ან დავივიწყებდით. მაგრამ ეხლა ხვდები, რომ დედას მამას სიხარული ინდომებოდა. It's okay. Someday I'm gonna be with you. ელენა, მე თუ შენ ამ ყველაფერს გაგიყვე. შენ დამპირდები, რომ ცუდად აღარ იქნები? ჰა?
პირდები, აღარ მამას არ უთხრა რა. არაფერს არ უტყმა რა დამპირდი რომ კარგად იქნება. პირდები. ო, კიდე კაი ოფისში არაფერი მოხდა. აუ აბა ბიჭო, ამდენი აპარატურა და ტექნიკა. მოკლედ ის დამწვარი მასალა გარეთ გამოვიტანე რომ ადვილად გადავყაროთ. აი მაგიდაზე კიდე მაგრა დამწყდა გული რა. მაინც ეგ მაგიდა უნდა დამწვარიყო რა. კაი ბიჭო, რა გჭირთ ამ მაგიდაზე რა? მაინც გადასაგდები იყო რა, მისტირით ვერ რა გავიგე. იყო გადასაგდები, ჩემი ხელით იყო გაკეთებული, მე არ ვიცი რა იყო. მასალა კიდე ჩემი დაჭრილი იყო. ბიჭო, მთავარია რომ ამას არაფერი მოუვიდა და ეხ მაგიდის დედა არ ვატირდა და. რამდენი მასალა მაქვს ეგრე დაჭრილი. მეც ავდგები და თავიდან დავჭრი. ხო, მაგრამ მე რამდენი რამე უნდა გავაფუჭო ამ ყურადღებობით რა. არა უშავს, მაო. მთავარია რომ ეხა მოიხოდები რა. ხო იცი რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს რა. ესე თქვეს ადრე რომ მეტი мотивაციით ახალი ცხოვრება დაიწყო. და ვინ თქვა ეგრე? ძველმა ბერძნებმა. ხო და ოჯახ ბერძნებს. ვა, სიდედრდა? ეგრე ქვია? ვიცი, ალბათ. დიახ, გისმენთ. კლიავი, ამ დილაუთენია? კოჭა. კოჭა რა არის? კოჭი. კარგით. შმაგის მოვინატრე. აბაძინავსო? კარგი. მოვიტან ყველაფერს. კარგით. ბიჭებო, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა. წახვალ და მალე მოხვალ. მალე. მოდით. გვეძახდით? კი. მან დაჭიქთორივე. ბოდიში მესიჯი არ მოგვივიდა, რაღაც ინტერნეტი არ იჭერდა. თქვენთან საერთოდ არაფერი არ იჭერს, ხო? კლიენტმა დამერეკა ცოტა ხნის წინ. მაღალი კაცი როა, ხო, ლევანი? საუბი რა მნიშვნელობა აქვს? მაღალია, დაბალია, შავგრემანია, ქერა. მე მგონი თქვენ აგიხსენით ორივეს ძალიან კარგად. რომ ჩვენთვის ჩვენი კლიენტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს კლიენტს არ მიუღია არც არანაირი შეტყობინება, არც არანაირი მეილი და საერთოდ მასთან კომუნიკაცია არავის არ ქონია. მე მგონი ორივეს კარგად აგიხსენით, რომ როდესაც მსგავს საქმეებს მე ვინმეს ვავალებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მათ ვენდობი. და თქვენ მე მგონი საერთოდ არ აღიქვავთ ამ ყველაფერს სერიოზულად. არც ერთი. იქ ყველაფერი ერეკლეს ევალა. ჰა? შენ თვითონ არ მითხრა რომ ვერ გაუმკლავდები შენ და მე გავაკეთებ, ხო? მერე დამეთანხმე რომ ვერ გაუმკლავდებოდი? აბადია ჩემი ბრალი. ერეკლეს საერთოდ არ მაინტერესებს ვისი რა ბრალია რა. მე თქვენ დაგავალეთ რაღაც საქმე და არც ერთს არ გაგიკეთებიათ. და თქვენ თუ ჯგუფურად მუშაობა ერთად არ შეგიძლიათ, მაშინ სხვანაირად უნდა ვილაპარაკოთ რა. ყველაფერს გამოვასწორებთ. მოკლედ, ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. თქვენ რასაკეთებთ საქმის გარეთ, ჩემთვის სულ ერთია რა. როგორც გინდათ ისე მოიქეცით. მთავარია რომ საქმეს არ შეეშაოს ხელი და თუ თქვენ და თქვენი საქციელი მე დამაზიანებს, მაშინ გაგვიჭირდება ესე ურთიერთობა რა ბავშვებო. არა, მეორე და აღარ განმეორდება მართლა. ანუ გავაკეთო მე თუ ინებებთ და გააკეთებთ თქვენ. არა, 5 წუთში ყველაფერი გვექნება გაგზავნილი და შეხვედრა ჩანიშნული. ბოდიშის მოხდები. ხო. მოდის გიხდით კიდევ ერთხელ. წადით. მიდით. და მომწერეთ, როცა მზად იქნებით. ყველაფერი შენი ბრალია. მომისმინე, მე ტიჩრულად მაინც არ ვიღებ საკუთარ თავზე რაღაცებს და მე არ მავიწყდება, ხო? დამავიწყდა და რა ვქნა? ჭორაობა ხო არ გავიწყდება. რა შუაშია? მოიცა, აბა შერაგონია, რომ ანარის გამო იყო გაბრაზებული, რომ ვიღაც კლიენტმა დაურეკა მარტო. მომისმინე, რამდენჯერაც ანა, გიორგი, ლიზა ერთმანეთს დაცხებენ, იმდენი გადაწყდება ჩვენზე. ეგ საერთოდ რა შუაშია?
შუაშია. დაურეკე რა გეხვეწები რა იმ ლევანს თუ ვიღაცას. სარეცხის ფხვნილი აღარ გვაქვს, იოდიზირებული მარილი. სარეცხის საპონი 72%-იანიც აღარ გვაქვს. დედა რა სილევა ესაპონი ასე მალე კაცო. საპონი 72%. ყველაფერი მოვიტანე, რაც მითხარით, მე უნდა გავიქცე. სად უნდა გაიქცე, კაცო, მოიცა შევამოწვა, რამე ხო არ აკლია, კიდე ხო არ დაგირეკავ და შეგაწუხებ. არა, საერთოდ არ მაწუხებთ. ეს ხვიავი რა გინდოდა, ბიჭო? თქვენ არ მითხარით ხვიავი წამოიღეო? მე გითხარი? მე კვლიავი გითხარი, გენაცვალე. და ეგ კვლიავი რაღაცა არის. კვლიავი არის სურელი და მაგის გარეშე არ გამოვა არაფერი ძალიან მჭირდება. და კვლიავი რო უქნათ? თხუმრავს. შენ ბავშვი, უი ბავშვი მაგაიოცეს. მოიცა მეწავალ, შენ დაჯექი და აუხსენი შენს ქმარს რა არის კვლიავი. შემიძლია რა, სადაც აჭკუიდან შევიშლე. რა? რა, გოგო, 15 წუთში ერთხელ მირეკავს, ხანის უნდა. ვეუბნები რომ ერთიანად მითხარი და ერთიანად მოვიტან, მაგრამ არა. და რა გავაკეთოთ მაგის garaში ბავშვს ვერ გავზრდოთ. არ ვიცი. რამე ძვირიანი ძიძა მოვწებნოთ, მოვიყვანოთ და რაღაცას მოვიფიქრებ, გადავიხდი ბოლო-ბოლო რამენაირად. წყნარად მაინც შეჭამ კვლიავს. ერთუ რა ქიშებში ვარ.